იმდენი ლამაზი კედელი მაქვს და რამდენი საოცარი ნახატი. და ბოლო დროს არ მინდება ხოლმე რაღაცა არა მაქვს ხასიათი, რომ მათ ფონზე ვიჯდე. ან შავ ფონზე ვზივარ, ან ამაზე. რაღაც ნიშანია ალბათ, მაგრამ გაივლის ესეც. დღეს ვილაპარაკოთ ქოცურ რუსულ ტყუილებზე. მე რამდენე ქოცურ რუსულ ტყუილზე და აი იმ აზრზე, რომელსაც გვტენიან თითქოს ქოცები გატენილი არიან ყოფილი ნაცებით. ჯერ განვმარტოთ, რას ნიშნავს ქოცი. ქოცი არ არის აუცილებლად ისეთი ადამიანი, რომელიც დარბის და ყვირის ბიძინა მიყვარსო. ძალიან ბევრი ქოცი დღეს ვითომ ბიძინას ოპოზიციაშია. ან ძალიან ბევრი ქოცი დღეს იძახის, რომ ქოცი არ ვარო, მაგრამ რასაც ლაპარაკობს, ის აბსოლუტურად ქოცურია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ ქოცმა თქვას, რომ რუსეთი მიყვარსო. ძალიან ბევრი ქოცი ამბობს, რუსეთის დედა ვატირე, მაგრამ ქოცობა არის ისეთი მენტალური და უტვინო მდგომარეობა, რომელსაც არ სჯერა იმისი, რომ საქართველო მაგარია, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ძლიერი, რომ საქართველოს შეუძლია დააღწიოს თავი რუსეთს, რომ რუსეთი საერთოდ არანაირად არ არის ძლიერი და რუსეთის დიდება და რუსეთის ნებისმიერი რაღაცა, რაც რუსეთზე კარგი შეიძლება ვინმე თქვას, რომ ვითომ კულტურა აქვს, ვითომ სამხედრო მხრივ ძლიერია, ვითომ პოლიტიკურად ძლიერია, ვითომ პროპაგანდაში ძლიერია, რომ ეს აი ამ რამის მაინც თუ გჯერა, უკვე ქოცი ხარ. შეიძლება დასავლეთი გინდოდეს და მე დასავლეთი თითქოს იყო, მაგრამ აი ამ რაღაცეების, რაც მე ახლა თუ ჩამოვთვალე, თუ გჯერა, ქოცი ხარ. და არა ის აუცილებლად, რომ ბიძინა მიყვარსო. შესაბამისად, აი ასეთი ადამიანები, რომლებიც მე ახლა ჩამოვთვალე, ყოველთვის არსებობდნენ. ნაცების დროსაც, შევარდნაძის დროსაც, კომუნიზმის დროსაც, მეფის რუსეთის დროსაც, დავით ახმაშენებლის დროსაც იარსებებდნენ, რა თქმა უნდა და მაშინაც ბევრი იქნებოდნენ. და ასეთი ადამიანები, როდესაც თავის ნებაზე არიან, ან თავზე გვაზიან ერს, როგორც დღეს არის, მაშინ ერი, ქართველი ერი, კარგავს ერის სახეს. და ხდება რაღაცნაირი უთავმოყვარეო, ადამიანთა რაღაცა ნაკრები, თუ ხროვა, თუ ნახირი, რომელიც აი რაღაცნაირად არსებობს. ასეთ ადამიანები ვერ ქმნიან და ვერასდროს ვერ შექმნიან ქართულ სახელმწიფოს. მათი ლიდერობით ვერასდროს ვერ გაკეთდება ვერაფერი კარგი, მაგრამ შესაძლებელია გაკეთდეს კარგი, მაშინ, როდესაც ასეთ ნახირს კარგი, სწორი, ძლიერი ლიდერი ყავს. ეს ხო არიან ისეთი არსებები და ისეთი ორფეხა ვერტიკალურად მოსიარულე ცხოველები, რომლებსაც რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. და როდესაც მათ ნიშა ჩასძახებდა, სწორს, ეროვნულს, დემოკრატიულს, ისინი სწორს ამოძახებდნენ. როდესაც იგივე ხროვას ჩასძახებს ივანიშვილი რუსობას, ქვეყნის მოღალატეობას, მონობას, ისინი მონობას ამოძახებენ. და ასეთ ადამიანებზე ნაციონალი არ ითქმის.
შეიძლება ის როდესღაც იყო ნაციონალურ პარტიის წევრი. ან როდესღაც იყო რამე თანამდებობაზე, სახელმწიფო თანამდებობაზე, რაღაცის მინისტრი, რაღაცის უფროსი, რაღაცის რაღაცა. მაგრამ მაშინ სწორ საქმეებს აკეთებდა იმიტომ, რომ ქვეყანას ყავდა სწორი ლიდერი და ახლა აკეთებს მონობას და რუსობას, იმიტომ რომ არის რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს არსება. ამიტომ იმის ლაპარაკი, რომ დღევანდელი ქოცები ყოფილი ნაცებისგან შედგებიან, არასწორია, არასწორი ფორმულირებაა და ზოგადად წყვილი აზრია. რეალური ნაცები ქოცებთან საერთოდ არანაირად არ თანამშრომლობენ და არ კოლაბორირებენ. და ვინც ქოცებთან შევიდა გარიგებაში, ვინც მათი მოწყალებით სადღაც დაინიშნა რაღაცა მაღალი თანამდებობა დაიკავა, სისტემის ჭანჭიკი გახდა ან დარჩა, ის უბრალოდ გარეწარია და ამ გარეწარს როდესღაც კარგს ჩასძახებდნენ და კარგს ამოიძახებდა, დღეს ნაგავს ჩასძახებენ, ნაგავს ამოძახებს. გუშინ ვლაპარაკობდი ნამდვილ ნაცთან, ნამდვილი ნაცები ცოტანი ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერები ვართ. და ვეკითხებოდი, რომ ძალიან მიკვირს მეთქი ის, რაც დღეს ჭირს საქართველოს. საერთოდ რა გვჭირს და აი ასეთი საშინელება რანაირად გვჭირს მეთქი და რატო გიკვირსო, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არისო. როდესაც ფარას არ ყავს ლიდერი, მაგ ფარისგან ერი არ გამოდის. ერი არ ფორმირდება. აი ასეთი მდგომარეობა, მონობა, კორუფცია, მომპარველობა, მოღალატეობა, მტერისთვის ერთი ადგილის მიცემა და საკუთარი თავის გადაცემა ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ნახირს სჭირდება სწორი მწყემს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამის გათვითცნობიერება სავარაუდოდ და ალბათ ეს ასეა. და ნახირი იმიტომ გამოდის ახლა, რომ სათავეში არის ნაძირლების ხროვა. ეს ხროვა პატარაა და მხოლოდ იმიტომ, რომ მოპარულ ფულს, დამონებულ პოლიციას იყენებს სათავისოდ, მხოლოდ ამიტომ შეუძლია იყოს სათავეში. სხვა მეტი აღარაფერი არ დარჩენია. და როდესაც ქვეყანას და ყოფილ ერს, რომელიც 2003-დან 2012-მდე ძალიან ძლიერი ერი იყო, ძალიან მოდერნიზებული. მსოფლიოში საუკეთესო რეფორმების გამტარი ერი იყო. მსოფლიო ეძახდა დემოკრატიის შუქურას. აი ასეთი ერი, რომ ჩამოვიდა იქამდე, რაც დღესაა, რუსის ჩვარამდე, მოხდა იმიტომ, რომ შესაძლოა თითქოს ერთ და იგივე ადამიანებს ვუყურებდეთ, მაგრამ ლიდერი მაშინ იყო მიშა, დღეს არის ძონძი, ბონძი, რუსის ჩვარი ივანიშვილი. აი ამაშია საქმე და არა იმაში, რომ ვიღაც ქოცებში ვიღაც ნაციონალები გაერივნენ. ახლა ბენდუქიძე ადამიანი, რომელმაც აგვიშენა გენიალური ეკონომიკა და ამ ეკონომიკას ივანიშვილი 13 წელია უკვე ანგრევს და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაანგრია და მიწასთან ვერ გაასწორა. ამბობდა ასეთ რაღაცას, რომ ჩვენ კი გავაკეთეთ იმ 9 წელიწადში სრული საოცრებები, მაგრამ ვერავინ ჩვენთაგანი ამას ვერ გაბედავდა ვერასოდეს, რომ არა მიშა. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, გავბედეთ და გავაკეთეთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან იდგა ერთი პიროვნების ძალა, ერთი პიროვნების მოტივაცია და ერთი პიროვნების პასუხისმგებლობა და ეს იყო მიშა. ბენდუქიძე ძალიან ტყვიანი და ძალიან
ანუ იმის მაღიარებელიც იყო, რომ რეალობა ამაში მდგომარეობს. ძალიან ბევრ ყოფილ მაშინდელ მოღვაწეს, რომელმაც ბევრი კარგი რაღაცა გააკეთა მიშას დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ მიშას არსებობამ შექმნა ის პირობა, რომ მას ეს კარგი გაეკეთებინა. დღემდე წინს, რომ ვიღაცები რაღაცებს ვაკეთებდითო და მიშა იძახდა, მე გავაკეთე ეს, მე გავაკეთე ის, მე გავაკეთე ეს, მე ყველაფერზე მე სიძახდაო. ტრამპიც ყველაფერზე მე სიძახის. აბსოლუტურად ყველაფერზე იძახის მე გავაკეთე, მე შევქმენი, მე ის გავჭი, მე ნ. იმიტომ რომ თვითონაც ესმის იმ ლიდერს, რომ მისი ლიდერობის გარეშე ეს არაფერი არ გამოვიდოდა. ამერიკა რაც არ უნდა მაგარი იყოს, ბაიდენის ამერიკა ხო ნაგავია, ობამას ამერიკა ხო ნაგავია, ძლიერი და საოცრად სწორი ტრამპის ამერიკაა, რეიგანის ამერიკაა. და ამიტომ, როდესაც ლიდერი ამბობს მე გავაკეთეო, სწორს ამბობს და წყენა ზედმეტია ასე შემთხვევაში. მე მაგალითად როდესაც ვამბობ, რომ დეოკუპაციის პოლიტიკა ჩამოვაყალიბე. მე ხო ძალიან კარგად მესმის, რომ ისეთი ლიდერი თუ არ მეყოლება, როგორც არის მიშა და მიშასნაირი მეორე მე არ მეგულება. ჩემი დეოკუპაციის პოლიტიკა მე როგორც მოვიფიქრე, ასე მოფიქრებული და კიდე უბრალოდ სალაპარაკო იქნება კიდე წლები და შეიძლება საუკუნეები. თუ მას არ გამოუჩნდა გამკეთებელი. და როდესაც დადგება ისეთი მომენტი, რომ სწორი ლიდერის და მიშას პასუხისმგებლობით, ან მიშას ზურგით, ან მიშას პრეზიდენტობით, ან მიშას პრემიერ-მინისტრობით ეს პოლიტიკა შესრულდება, მიშა თუ იტყვის, რომ მე გავაკეთეო ესო, ელსო ჯანაშიას ეს არ ეწყინება არასოდეს. იმიტომ რომ ელსო ჯანაშიას ესმის, რომ მიშას გარეშე ეს პოლიტიკა არის ნოლი, ეს პოლიტიკა არის უბრალოდ სალაპარაკო მასალა. თაროზე დასადები. ის არიან ის ნაცები, რომლებსაც ბევრი კარგი უკეთებიათ და რაღაცა უბრალოდ თითქოს წყინთ. არიან კიდე საერთოდ ნაგავი, დროა, ხოშტარია, ჩერგოლეიშვილი და მისი ქმარი, გირჩი, ზურა, ანუ ყველა ის ვითომ პოლიტიკური ძალა და ამ ვითომ პოლიტიკური ძალის ვითომ ლიდერი, რომელიც საერთოდ ერმა ადამიანად იმიტომ შერაცხა, რომ ესენი მიშამ ამოატივტივა საიდანღაც. მიშამ აღიარა, მიშამ სადღაც დასვა, მხოლოდ მიშას ხარჯზე რაღაცეები სწორები უკეთებიათ და დღეს დარბიან და არიან აბა მიშა გინდები. და პოლიტიკურ პატიმრადაც კი არ თვლიან იმ ადამიანს, ვის გარეშეც მათი სახელები არავის დღეს არ ეცოდინებოდა. და როდესაც ამბობენ, რომ მიშამ პოლიტიკა უნდა დატოვოს, კი ციხიდან გამოვიდეს, მაგრამ უკვე პოლიტიკას არ უნდა გაეკაროს. რატო? როდესაც თვითონ 13 წელია ეპოტინებიან რაღაცას და ვერაფერ შედეგს ვერაფერში ვერ დებენ, ხო გვიმტკიცებენ და გვაჩვენებენ, რომ მიშას გარეშე ნოლები არიან. მიშას გარეშე არიან ნოლები და ხიხოსთან რო არ გარიგებულიყვნენ, ეს 13 წელიც არ იარსებებდნენ. არ იარსებებდნენ მიშას დროს, რომ საიდანღაც არ გამოეთრია მიშას, არ იარსებებდნენ მიშას მერე, რომ არ გარიგებულიყვნენ ივანიშვილთან. ისინი ვინც არ გაურიგდნენ ივანიშვილს, ესეთი ნაცები, ნამდვილი და რეალური ნაცები, დღეს უბრალოდ სახლში ზიან, ან საზღვარგარეთ არიან, იმიტომ რომ საქართველოში არ დაედგომებათ. იმიტომ რომ იქნებიან ციხეში და არ უნდათ ყუილად ციხეში ჯდომა და მესმის რატომაც არ უნდათ. როცა ცხოვრება იმას შეალიე,
რომ შენი ქვეყანა ააშენე, ისეთი გახადე ქვეყანა, რომ მას დემოკრატიის შუქურა დაუძახეს და შენ მერე ვიღაც ბნელმა რუსმა ჩვარმა და რუსის უკანალის ჭიამ ივანიშვილმა ციხეში უნდა გაგატარებინოს რაღაცა წლები, ეს არაადეკვატურია და რომ ესეთი რაღაცები არ უნდათ, მესმის. ვიღაცებმა ეს გაიარეს. საუკეთესოებმა და ალბათ ყველაზე ძლიერებმა შინაგანად. იგივე ბაჩუ ახალაია, იგივე რომა შამათავა. რასაც რომა შამათავა აკეთებდა. სრული გმირობა, რასაც ის აკეთებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამას ხო იმიტომ აკეთებდა და იმიტომ გამოსდიოდა, რომ მიშასნაირი პრეზიდენტი ყავდა ზურგს უკან, რომელიც აძლევდა მას სახელმწიფო რესურსს იმისთვის, რომ ეს ეკეთებინა, რასაც აკეთებდა. ახლა არ არსებობს არც ეს რესურსი, არც ასეთი პრეზიდენტის ზურგი, არც არაფერი და შესაძლებელია, რომ ვინმე იგივე გააკეთოს, რასაც რომ აკეთებდა, ხო შეუძლებელია. ამიტომ არანაირი ნაცები ქოცებში არ არიან. ესენი არიან ფუტლარები, ადამიანების ფუტლარები, რომელსაც რითიც შეავსებ, იმას წარმოადგენენ. შეავსებ სწორი საქმეების დავალებებით მიშას დროს და შეგისრულებენ მაგ დავალებებს, შეავსებ რუსული ნაგავით და რუსული განავალით, როგორც ახახი ხო აკეთებს და მაგ განავალს და ნაგავს დაგიბრუნებენ უკან და დაუბრუნებენ ერს. ხარება იყო ადამიანი, რომელიც მერაბიშვილის დავალებით ორი რუსის გვამს ეძებდა და ორი რუსის გვამი მოიტანა. იმ ვიდეოდან სადაც ეუბნება, რომ ორი გვამი მომიტანეო. იქ მე მიდევს პატარა მოკლე ვიდეო, რომელიც ამოვჭერი ვანოს ინტერვიუდან, რომ აძლევს დავალებას, რომ მოიტანონ იმ ორი რუსის გვამი, რომლებმაც საქართველოში გააორგანიზეს გამყიდველების მეშვეობით რუსული სპეცოპერაცია და რუსული რაღაცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ამ გამყიდველ ქართველებს ხელმძღვანელობდა ორი რუსი, რომელიც როდესაც ოპერაცია ჩავარდა, მოკლეს. მოკლეს, იმიტომ რომ ვანოს რო დაეჭირა ის ორი რუსი, ყველაფერი გახდებოდა ცნობილი ნათელი და ის ორი რუსი ყველას ჩაუშვებდა, რა თქმა უნდა. ამიტომ თვითონვე მოკლეს თავისი ორგანიზატორები. და ამ ორ გვამზე ეუბნება ხარებას მომიტანეო. ამას აკეთებდა მიშას დროს, რუსებს დაასდევდა. ივანიშვილის დროს რას აკეთებს? რას აკეთებდა უკვე ივანიშვილსაც გაექცა. ბავშვებს ურტყამს წიხლებს რუსთაველზე. და იგივე ადამიანია. რას ჩასძახებდა მიშა, იმას ამოსძახებდა უკან, იჭერდა და ანადგურებდა რუსებს და რას ჩასძახებდა ივანიშვილი, წადი ბავშვები ცემეო, იმას ასრულებდა. ანუ უბრალოდ შემსრულებელია. სიცარიელეა. ადამიანის ფუტლარია. რომელსაც თავისი გონება, თავისი ტვინი, თავისი სინდის ნამუსი არ გააჩნია, თავისი პრინციპები არ გააჩნია. კარგია თუ მიშასნაირი ლიდერის ხელში ჩავარდება და განავალია თუ ხიხოს ხელში ჩავარდება. ესენი არ იყვნენ ნაციონალები და ესენი არ იყვნენ ნაცები. ესენი უბრალოდ იყვნენ ვიღაცა რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც სწორ დროს სწორ დავალებებს ასრულებდნენ და დღეს არიან ხიხოს კორუმპირებული მონები.
ამიტომ ეს ტყუილი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ქოცები თითქოს ყოფილი ნაცებითაა გატენილი, არის რუსული კგბ-შნიკური ტყუილი. გუშინ მიშამაც დაწერა ასეთი პოსტი, რომ ფორმულა აშუქებს რუსული აგენტურის შექმნას და ამბობს, რომ პარტიაში გაერთიანდნენ სააკაშვილის ხელისუფლების გენშტაბის უფროსი ნიკოლეიშვილი და სააკაშვილის ხელისუფლების სატყეო დეპარტამენტის დირექტორი გიორგობიანი, რომელსაც კორუფციაში ედებოდა ბრალი. როგორი სამარცხვინო ფორმულირებაა ფორმულა ამ შემთხვევაში რითი ჯობი ხართ იმედს? არაფრით. ოღონდ რამენაირად ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი, არაფერია იმაზე თუ ვინ ადანაშაულებდა კორუფციაში გიორგობიანს. სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაიმალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა. სინამდვილეში ჩემს დროს ვავლენდით და ვსჯიდით კორუმპირებულ პრორუსულ ელემენტებს და 2012-ში ივანიშვილმა ეს ნაგავი ამოქექა და საზოგადოებას თავზე დაასვა. კი ბატონო, არა მარტო ისეთი ნაგავი, რომელიც მიშას გაყრილი ქონდა ან ჩარეცხილი ყავდა. არამედ ისეთი ნაგავიც, რომლებიც იმ მომენტში მიშას გვერდში იდგნენ და ძალიან ბევრი რაღაცა სწორი გაუკეთებიათ, იმიტომ რომ მიშამ დაავალა. და დღეს პუტინის განავლები არიან ჩერგოლეიშვილი, ბოკერია, დროა და დანარჩენი, ვისაც ხიხო ეძახის, ნაცების ანასხლეტებს, რეალურად ყველა ოცნების ანასხლეტია. და ძალიან სწორად ესმით და ძალიან სწორად იციან, რომ მიშას გარეშე ნოლები არიან და ამიტომაც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მიშა ვერ გათავისუფლდეს და ვერ შეუდგეს თავის ყველაზე სწორ და ღმერთისგან ბოძებულ საქმეს, საქართველოს მშენებლობას და საქართველოს გათავისუფლებისგან სამუდამოდ რუსეთის მარწუხებიდან. დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია. და ვინც ქოცებთან არის, ის ნაცი არასდროს არ ყოფილა. ის იყო უბრალოდ სიტუაციური მედროვე. და ჩვენ რომ ტელევიზია არ აგვაქვს მთელს ქვეყანაში ერთი მაინც რეალურად და ნამდვილად კრიტიკული, ეს კიდე ცალკე უბედურებაა. ფორმულაც ნაგავია, ტv პირველიც ნაგავია, მთავარიც ნაგავია. მომავალ შეხვედრამდე, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველო იქნება დეოკუპირებული და უკრაინა იქნება დეოკუპირებული და შავ ზღვაზე არ იქნება რუსეთი.